დღეს ისეთი დატვირთული დღე არის ნამდვილად ამბებით ვაშინგტონიდან რაც გავიგეთ, დილით გავიგეთ რომ ომი დასრულდა. მე გავიგეთ რომ თურმე ასე მარტივადაც არ არის საქმე ომის დასრულების ნაწილი. შეიძლება შევაჯამოთ რა ვიცი დღის ბოლოს რა მდგომარეობა ახლა ფრონტის ხაზზე, რომელიც ამ წუთს ჰაერშია. ამ წუთისთვის როგორც ვიცით, ისრაელმა გაანადგურა ირანის რადარები და თქვა რომ თავს შეიკავებს შემდგომი დარტყმებისაგან. დილა დაიწყო იმით რომ დონალდ ტრამპმა და იშვიათია რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ახასიათებს ასე თქვათ ექსპლიციტურად აკრიტიკებდეს ისრაელს, რა ჩვენ დღისით, ამერიკის დროით დღისით მოვისმინეთ თუ საქართველოს დროით რომ გააჩერენ დაახლოებით იმას გავდა რომ ვლადიმერ პუტინს რომ მოუწოდა რომ შეწყვიტე კიევის დაბომბვა, დაახლოებით იმას გავდა რომ გაჩერდით და ნუ ბომბავთ ირანს და ვლადიმერ პუტინისგან განსხვავებით ბენიამინ ნათანიაჰუს გაცილებით დიდი რიდი აქვს დონალდ ტრამპის და ამ კუთხით ისრაელმა განაცხადა რომ ის აღარ გააგრძელებს. თუ ირანი ასე თქვათ არ შეუწევს. ჩვენ ისიც ვიცით რომ ისტორიიდან და თუ უფრო ცოტა იქით გადავალთ მენახემ ბეგინის და რეიგანის ურთიერთობიდან რომ თუ ისრაელის უსაფრთხოებას ეს დაჭირდა ბენიამინ ნათანიაჰუ არც დაფიქრდება ისე თქვათ წყალებში გადაახტება ამერიკელებს და იმოქმედებს. ამ კუთხით ეს პრობლემა არც ნეთანიაჰუს, არც ისრაელის არც მთავრობას არ აქვს, იმიტომ საბოლოო ჯამში იქამდეც დავდივართ, რომ ხო კი ბატონო ეს ბალისტიკური რაკეტა შეიძლება ამერიკელებს რამე პრობლემას უქმნის, მაგრამ ისრაელისთვის ეს მეტნაკლებად არის ეგზისტენციალური ბირთვული ირანი. მიუხედავად იმისა, ირანი გამოიყენებს თუ არა ამ ბირთვულ იარაღს, ისრაელისთვის არის ეგზისტენციალური საფრთხე. შეიძლება თუ არა ვისაუბროთ იმაზე, რომ არსებობს დაზუსტებული ცნობები იმის შესახებ, რა ტიპის ზიანი მიიღო ირანულმა როგორც ბირთვულმა შეერაღებამ, ისე უსაფრთხოების თელმა სისტემამ. სატელიტური, ასე ვთქვათ, გამოკვლევებით, რაც ჩანს, ის ასე ვთქვათ, ქარხნები დაზიანებულია. ჩვენ არ ვიცით რასაც უყურებენ ამ ფორდოუზე არის კრატერები და ის ასე ვთქვათ ეს ბუნკერის კუნეტელი ბომბები ჩავიდა, თუმცა კითხვა არსებობს რომ ეს ფორდოუ არის 100 მეტრის სიღრმის კლდეში ნაკვეთი და ეს რაკეტები დაახლოებით 60 მეტრზე ჩადიან. ყველა წყაროთი ირანის ბირთვულმა პროგრამამ მიიღო სერიოზული დარტყმა. თუმცა აქ არის კითხვა რომ პირველი თუ კი არა და როგორც ჩანს რეჟიმი გადარჩა, თუ რეჟიმი გადარჩა გადაწყვეტენ შეიძლება. ერთი შეიძლება და მეორე გადაწყვეტენ თუ არა ბირთვული იარაღის შექმნას, ხო? იმიტომ რომ ის დაფლული ურანი, რომელიც 60%-ამდეა გამდიდრებული, ის არავინ არ იცის რეალურად განადგურდა თუ არა, თვითონ ამერიკელებმა არ იციან, ხო? კი ამბობს პრეზიდენტ ტრამპი რომ ყველაფერი გავანადგურეთ, მაგრამ თუ ყველაფერი გავანადგურეთ, მაშინ რაღაცეა პრობლემა, ხო? არავინ არ იცის. რა თქმა უნდა, ურთულესი და უსერიოზულესი დარტყმა მიადგა ირანის ბირთვულ პროგრამას. თუმცა ალბათ სრულად არ განადგურდა, მაგრამ წლებით გადაიწია, თუმცა ირანი თუ უკვე გადაწყვეტს რომ ნამდვილად შექმნას ბირთვული იარაღი და სიმართლე გითხრათ მე მეგონა რომ უკვე ან აქამ 10 წელია ქვეყანას ემუქრებიან დაბომბვით ან ბირთვული იარაღის გამო. აქამდე რატო არ შექმნეს, ეგეც შეიძლება უკვე ირანელები ცვამენ ამ კითხვას რომ თუ შექმნა იყო აქამდე. ეს რაღაც დრამა არის კიდე ცალკე, ხო? იმიტომ რომ ამდენი წელი გვესმის ნეთანიაჰუსგან რომ ირანი არის რამდენიმე თვეეთ აშორებს რომ შექმნას ატომური იარაღი და მეორე მხრივ ფაქტი რომ ირანელებიც მუდმივად გვესმის რომ ისინი ამდიდრებენ ამ ურანს და მათ აქვთ აშკარად კვალიფიკაცია იმისა რომ ურანი გაამდიდროს. როგორც ირკვევა არც ისე იოლია ეს ატომური იარაღის შექმნა, იმიტომ რომ თავად ბირთვული ენერგიის კონტროლის სააგენტომ თქვა რომ ირანს აქვს 3 თუ 4 ბომბის შექმნის საკმარისი ურანი, მაგრამ არ აქვს სხვა ტექნოლოგიები, რომ ეს თქვა შეაერთოს ეს კომპონენტები, როგორც ირკვევა, უფრო რთულადაა საქმე. ხო, თავად თქვა ამერიკელების დათვლით ირანს დაბომბვამდე 3 წელი აშორებდა. ისრაელი ამბობს რომ ყისიერი საფრთხე ინტერპრეტაციისა, მაგრამ დაახლოებით 1 წელი გვესმოდა ჩვენ ხო რომ აი მომენტიდან როცა ირანი გადაწყვეტს ბირთვული იარაღის შექმნას, ეს ეგრეთ წოდებული breakout time, ანუ დრო რაც სჭირდება რომ ერთი რაკეტის ბირთვული ქობინა შექმნას, იყო 3 კვირა, ხან 3 თვე. თან ტექნიკურ შესაძლებლობებზე იყო ერთი ხო ატომური იარაღის შექმნა, მეორე იყო მისი გასროლის და რაკეტად გადაქცევის შესაძლებლობა. ხო და როგორც ირკვევა არც ხო როგორც ირკვევა არ ქონდათ, არ ვიცი, ხა შეიძლება დღესაც აქვს უბრალოდ სტრატეგიული მიზნების გამო არ იყენებენ. ეგეთ შეიძლება არ არის გამორიცხული. მაგრამ მაშინ რა ვიცი, ხა მე რო ირანელი ვიყო, ან ირანის ხელისუფლებაში ალბათ გამოვწდი მაინც, იმიტომ რომ ხო ფაქტია რომ აი ჩრდილოეთ კორეამ რო გამოცადა და რა თუ შეხვალ ბირთვულ კლუბში ლეგალურად თუ არა ლეგალურად უკვე თქვენობით დაგელაპარაკებიან, ეს ფაქტია.
ხო, ახლა ალბათ ირანის რეჟიმის შიგნიდან ეს განხილვა არის, რომ როცა არ ქონდა ბირთვული იარაღი, ესე მოგვექცნენ და იქნება შევქნათ ბირთვული იარაღი. თუმცა ну, უკვე ნავსი გატეხილია, ხო, ერთხელ თუ დაბომბა ისრაელმა და ამერიკამ, ეს თუ გაგრძელდა რაღაც, თქვათ, საეჭვო ქმედებები, ისრაელ და ამერიკას არ გაუჭირდება ეს ამ ქმედებების ხელმეორედ გამეორება. ხო, ამ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობთ ჩვენ ომის ამოცანებთან დაკავშირებით, ჩვენ გავიგეთ რეჟიმის ცვლილების ამოცანა. ну, ეს მხოლოდ ზედაპირულად არ ყოფილა რაღაც სერიოზულ გეგმებთან საუბარი. უბრალოდ კიდევ ერთხელ, ალბათ ახლა მეც შესავალში ვისაუბრე ირანის ძალიან განსხვავებულ სტრუქტურაზე. ეს ძალიან დიდი და უზარმაზარი ქვეყანა არის. აქ ასე მარტივად რეჟიმის ცვლილება არ ხდება. თუმცა, რომ ვისაუბროთ მათ შორის იმაზე, რა ალტერნატივები შეიძლება არსებობდეს ამ რეჟიმისა შიგნით და არსებობს თუ არა რესურსი რეალურად ამის ცვლილების. მე მგონი არა და ეს არის რეჟიმის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. ის რომ რეალურად, ну, ჯერ ერთი რომ დაბომბებით შეცვლილი რეჟიმი, როცა ხალხს ხა მოუწოდებ რომ ქალაქი დატოვონ, ის ხალხი მიტინგზე ვერ გავარდება. ეს ერთი. მეორე, ქვეყნის შიგნით ხო ხა სრული კონტროლია და დაგსაქსულია. რაც შეეხება ემიგრაციას, შახიშვილი ახლა მე მგონი დიდ ქვეყნის შიგნით დიდ ავტორიტეტს არ წარმოადგენს მამამისის წარსულის გამო და ნუ კაცმა ღია დაუჭირა ისრაელს ხარი თუ არ ვწდები და ახლა ხო ამიტომ ემიგრაცია ძალიან სუსტი და დაგსაქსულია ქვეყნის შიგნით ესეთი შეიარაღებული ოპოზიცია არ არსებობს არაშეიარაღებული ოპოზიცია ძალიან სუსტია შესაბამისად უკმაყოფილება რეჟიმის მიმართ არის თუმცა რეჟიმი არ არის მთლიანად დელეგიტიმირებული იმიტომ რომ ეს ვერც ერთი დიქტატურა ვერი ნუ ჩრდილოეთ კორეის მიღმა ვერი არსებობს მხოლოდ ძალმომრეობაზე ხო შეიძლება თეირანში არ უყვართ ახლა ეს სოციალური კონსერვატიზმი და ეს რაღაცა მორალის პოლიცია მაგრამ რაღაცა შიდა ლეგიტიმაციაზე ეს რეჟიმი დგას მათ შორის ეს არის ანტიამერიკანიზმი მათ შორის რაც ჩვენ მოყვები შესავალში ხო რომ 40 თუ რამდენი წელია რევოლუციის შემდეგ რომ ჩვენ ვუძლებთ რაც კუბაც იგივე ხო რომ 60 წელია ემბარგოს ვუძლებთ და ეს ჩვენ ამერიკულ იმპერიალიზმებს აქაც დაახლოებით იგივეა რომ რევოლუციის მეორე წლიდან ერაყი დაგვესხა ეხლაც გვესხმიან თავს და ჩვენ აი ეს წინააღმდეგობის კი ხო მუდმივი წინააღმდეგობა მუდმივი გამძლეობა შესაბამისად აქვს რეჟიმს როგორც იდეოლოგიური საყრდენი ასევე საკმარისი ძალა ქვეყნის შიგნით რომ ხა იემენს 2015 წლიდან ბომბავენ და კი ბატონო არაბი ეპიდემიაც არის და შიმშილიც იემენში მაგრამ არაფერი ხუსიტები მყარად განან და 90 მილიონიანი ქვეყანა როგორაც ახლა დაბომბებს გაუძლებს 90 მილიონიანი ქვეყანა რომელიც აღმოჩნდა რომ შეუძლია იყოს ეკონომიკურად ნუ თვითკმარი და შეინარჩუნოს ისეთი საწარმოო შესაძლებლობები რომელიც საბოლოოდ რუსეთს დაჭირდა რუსეთს რომელიც სანქციების ქვეშ არ იყო ამდენი წელი რუსეთს დაჭირდა რომ რა ტექნოლოგიები ესეცხა ირანისგან ეს რაღაცას გეუბნება ირანზეც და რუსეთზეც ხო თავისთავად ეს ჩვენ ხო საბჭოთა კავშირიდან ვიცით ეს რომ შეიძლება სარეცხი მანქანა ვერ გამოეშვა მაგრამ ნუ თერმობილთულ და ტანკებს უშვებდა და თერმობილთულ რაკეტებს და ასე შემდეგ და თვითფრინავებს ხო იგივეა ირანის შემთხვევაში ხო ხა შეიძლება მანქანას და სარეცხ მანქანას ვერ უშვებს მაგრამ რაც ჭირდება სხვა შორში წარმოებისთვის ეს შახედები და ეს ბალისტიკური რაც ჭირდება რეჟიმის ჩრდილოეთ კორეა საუკეთესო მაგალითია ხო ხა ბრინჯი არა აქვს საკმარისი რომ ერი გამოყვებონ და ნუ ვიცით რომ აქვს ბირთვული ქობინები და შესაბამისად საერთაშორისო ურთიერთობებში ცნობილი დილემა ხო კარაქისა და ზარბაზნის სად მიმართავ ფულს საიდგენ დახარჯავ და თუ ხა ჩრდილოეთ კორეას მით უმეტეს აქვს ფუფუნება რომ არანაირი ხა სოციალური სახელმწიფო არაა ჩრდილოეთ კორეაში და მთელი ფული როცა სამხედრო ბიუჯეტში მიდის იქ რაღაცას შექმნი ხო თუმცა ირანი და ჩრდილოეთ კორეა მაინც განსხვავდება ძალიან სპეციფიკური მოდელები ირანს ხა თუ შეიძლება ასე თქვა ფეროდ ცოტა უფრო დემოკრატიული ქვეყანაც კი არის იმიტომ რომ მას მაინც აქვს ეს აი საარჩევნო კონკურენციის რაღაცა მცირედი 엘ემენტი შიგნით მაინც არსებობს მათ შორის ელიტების ცვალებადობის საზოგადოება ძალიან განსხვავდება ხო ესეც ხო აუცილებლად და ირანს აქვს ეს შიდა ლიმიტირებული კონკურენცია ეს რესპუბლიკანიზმი რომელიც შახის ჯინაზე შექმნეს აუცილებლად ანუ ანტიმონარქისტული კლერიკალიზმი ესე შეიძლება დაერქვას ეს უნიკალური სისტემაა სადაც ქვეყნის მეთაური არის სასულიერო პირი რომელიც მართავს გაუჩინარებული იმამის სახელით დაახლოებით არის შარიათი მეორე მხრივ არის რესპუბლიკანიზმის სერიოზული ელემენტები ეს არის პრეზიდენტი რომელიც რეალურად ქვეყნის მთავრობის მეთაურია პარლამენტს ირჩევენ იქ რა თქმა უნდა ნებართვით მაგრამ რაღაც კანდიდატები და სულ არის ხო აი ლიბერალი პრეზიდენტი იქნება თუ კონსერვატორი არის ლიმიტირებული კონკურენცია რა თქმა უნდა გასაგებად ჩვენ შეიძლება ბევრი არ ვიცოდით რომ დახურულია ძალიან ეს სისტემა ხო თავისთავად მაგრამ და ასევე არის გადადინება კადრებისა კლერიკალიზმიდან სამოქალაქო საქმიანობაში და დუალიზმი ეს ძალიან ისიც უნდა ითქვას რომ არის ხო ლაპარაკი რომ რა თქმა უნდა რაღაცა თქვათ ისეთი კონსერვატიული ნორმები რაღაცა მაგრამ მეორე მხრივ ახლა ლაპარაკი
ურანის ანტიმეცნიერული ქვეყანა ვერ იქნება ურანის გამდიდრების პროგრამა და ბირთვული ატომური ელექტროსადგურები და ბალისტიკური რაკეტის პროგრამა ვერ ექნება ქვეყანას რომელსაც ფიზიკოსები და ქიმიკოსები და შესაბამის დარგის სპეციალისტები არ ყავს. მუსიკას როგორ ძალა არ არის ხო ანუ აქვს ეს მეცნიერული მიდრეკილება მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ეხლა ფეხბურთის სტადიონზე ქალები და კაცები ან ცალკე იჯდნენ ან ქალებს არ უშვებენ. ხო არ უშვებენ ხო აი მართლა ამ ხრივ თუმცა უნივერსიტეტების უმრავლესობა ძალიან ბევრი სტუდენტი ქალია. ქალია კი. ქალების მონაწილეობის ნაწილი სუნიტური ქვეყნებისგან განსხვავდება, უფრო მეტი არის ჩართულობა, მაგრამ არის ესეთი შეზღუდულება, ძალიან სპეციფიკური მახასიათებლები აქვს ამ ქვეყანას. ერთი რაც უნდა ითქვას, რომ ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანა, აი რომ შევადაროთ ხო, ორი იმპერია იყო ჩვენ გარშემო, ხან ერთი გვიპყრობდა და ხან მეორე ისტორიულად ხო, ოსმალები და სპარსები და ეს ორივე დღეს ქვეყნის სახით არსებობს და თურქეთი ბევრად უფრო წარმატებულია ხო და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ირანი სანქციების ქვეშ არის თორე რესურსების თვალსაზრისით სისტემის თვალსაზრისით ჩიდა მოწყობის თვალსაზრისით ბევრად მეტი შესაძლებლობა კი შეიძლება ირანს ჰქონდეს ამ ხრივ მოდი ახლა ჩვენ რაღაცა იმაში გადავიჭერით მაგრამ მგონი ეს ნაწილიც საინტერესოა დასასრულისკენ რომ წავიდეთ რა შეიძლება ველოდოთ ახლა ბევრი იძახდა რომ ნეთანიაჰუზე სჭირდებოდა იმისთვის რომ რაღაცნაირად ძალაუფლება შეინარჩუნოს ასეთ განცხადებებიც გავიგეთ კი ნეთანიაჰუს სჭირდებოდა იმ ცნობილი ტერაქტის მერე გამოსწორება საკუთარი მოახერხა ეს მან აი რა შეიძლება ისრაელისგან ველოდოთ ჩვენ მომავალ თვეებში ერთი მეორეს არ გამორიცხავს კი რა თქმა უნდა შიდა პოლიტიკური გათვლები ყოველთვის ყველა პოლიტიკოსის თავშია და ეს შიდა საზოგადოება მაგრამ ეს არ გამორიცხავს რომ ნეთანიაჰუმ გამოჩნდება მაგრამ შეიძლება საშვილიშვილო პრობლემა მოუგვარა ისრაელს თუ მან მართლა გაანადგურა ან 10 წელით გადაწია ირანის ბირთვული პროგრამა ის რომ ირანის ბირთვული პროგრამა მოსაგვარებელი იყო თან ხდება ყველა ისრაელის მეინსტრიმ პარტია ხო იქნება ეს მარცხნივ მარგინალურ პარტიებს არ თვლი ამ ხრივ ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა ის რაც თქვა კონსენსუსია ისრაელის პოლიტიკურ ელიტაში ის გააკეთა იმიტომ რომ საკუთარი რეიტინგი აიწია რა თქმა უნდა რომელი პოლიტიკოსი არ გააკეთებდა ამას და გამოესწორებინა ის სასამართლო პრობლემები იქ ქნესეთი იშლება არ იშლება რა თქმა უნდა მაგრამ ერთი მეორეს არ გამორიცხავს ფოლკლენდის ომმა მარგარეტ ტეჩერს რა თქმა უნდა რეიტინგიც მოუტანა მაგრამ არგენტინის ხუნტისთვის ინგლისი დიდი ბრიტანეთის სუვერენ ტერიტორიის დათმობა ასევე არ იქნებოდა მისაღები შესაძლოა პოლიტიკაში ეს ხდება ნამდვილად და ბევრნაირი სარგებლის ნახვას ცდილობენ ან ნახულობენ ხოლმე პოლიტიკოსები ნახოთ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი საინტერესო იყო როგორც ყოველთვის გიორგისთან საუბარი წარმატებები გიორგი ხატიაშვილი იყო ჩვენთან ერთად პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ამით ჩვენ დღევანდელი გადაცემა დასრულებულია წინ სოფო ზურაბიელის პოლიტიკის ფორმულა გელით მე ხვალ დილით დაგიბრუნდებით და გეტყვით გაიგუძე საქართველოს დილის ხაზი დარჩით ფორმულას ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობის